სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში გრძელდება. მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღვრი არხები. უამიდობამ რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მთელი წვიმება გაანადგურა ყველაფერი, მამისწოს ყველაფერი, ბადრიჟანი, კიტრი, პამიდორი, არაფერი არ დამიტოვა, არა, სრიანად დატბორია ყველაფერი, ვერც სიმინდი დავამუშავეთ, ვერაფერი ვერ მივხედეთ. მთელი ჩავხარჯეთ, რაც ორი კაპი ქონა, ვის ესხეთ რამე და ახლა ვჩებით ისე სუტყუიმათ რა. სათბურში შევიხედოთ რას გავს, რა ესე იგი მტერს შეეცოდება ადამიანი. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხმან ალეკმა და ადიდებულმა მდინარეებმა შექმნეს პრობლემა კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან 6 მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული იყო პრობლემათა რაოდენობა გურჯაანი, ლაგოდეხი და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ყველა პრობლემის საქმის კურსში ვართ, იქ სადაც შეიძლება მყისიერი რეაგირება ჩართული ვართ და ვახორციელებთ ამ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს, სადაც წყლის დონე არ გვაძლევდა აღნიშნული საშუალებას, როგორც კი დაიკლებს წყლის დონე, ჩვენ შევაფასებთ აუცილებლად იქ მოცემულობას და მხოლოდ ამის შემდეგ დავიგეგმებით როგორც სალიკვიდაციო, ისე შემდგომ საპრევენციო სამუშაოებზე. გადაუღებელი წვიმების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში, სოფელ ჭიაურში, ლელიანში, აფენისა და ჭიაურის თემში. შესაბამისად პრობლემებია სანიაღვრი არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს, გაჯერებულია მიწის ნიადაგით წყლის მასით. მიმდინარეობს სამუშაოები როგორც მუნიციპალური ტექნიკის, ასევე სამაშველო ეკიპაჟებიც მუშაობენ და ამ დღის მდგომარეობით რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.